ბევრი ვარჯიშით შეგვიძლია რომ მივახციოთ პირველობას თუ არის კიდე რაღაც სხვა საჭირო რის გარეშეც ანუ რამდენი წამი უნდა ივარჯიშო ვერიც MotoGP ხო გიყურებიო? კი. აი პირველი 5 კაცი, ან მაგალითად 10 კაცი არის ის ვინც დაიბადა მაგ ნიჭით. დანარჩენი ყველა როგორც დადის მაგის მიღწევა შეიძლება ვარჯიშით. იცი რა სხვაობაა? ნახე, მაგალითად რო აიღო ნიჭს და მონდომებას შორის, აი რა სხვაობა ნახე. ტრეკის ერთი დიდი პლუსია თუ მინუსი ვისაც როგორ ჭდება ესე შეაფასოს. ნახე რა არის ტრეკი შეგიძლია დაიზეპი. ანუ მიდიხარ აი აქ ატორმაიმ ზოლთან ატორმუზებ, იწყებ მოხვევას, მე ამას აკეთებ, იმას აკეთებ, აი ერთხელ ვერ ქენი, ორჯერ სამჯერ მეათედ ხო იზავ. ერთხელ დაიმტრევი, ორჯერ და ტრეკზე ვერ მოკვდები. ანუ თუ არ გინდა ვერ მოკვდები რა. და ანუ მაგ ყველაფერს დაიზეპირებ და საბოლოო ჯამში მიხვალ იქამდე რომ რაღაც შედეგს დადებ. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდები სხვა ტრეკზე, იქ ვერაფერს ვეღარ ვწავ. აი ეგ არის რომ მაგალითად ნიჭიერს და ვარჯიშით მიღწეულ შორის ეგ სხვაობა იქნება. მაგრამ ჩვენთან საქართველოში იქიდან გამომდინარე, რადგან ერთი ტრეკი გვაქვს, შეგიძლიათ თავი დააკლათ, დაიზეპიროთ, პრობლემა არ არის.